რასაკეთებ? გამომწერების კომენტარებს ვკითხულობ. ახალი კომენტარებია, მათ მოეწონათ ახალი ვიდეო? დიახ, გამომწერები წერენ, რომ უყვარხარ და წერენ, ამელკა მაგარი ხარო, ძალიან მიყვარხარო. Yes, ახალი ვიდეო. მე ყოველთვის უყურებ შენს ვიდეოებს, ძალიან მომწონს. მადლობა გამომწერებო, მეც ძალიან მიყვარხართ. ჩემზეც წერენ კარ რაღაცეებს. კიტი მშვენიერი ხარ, ძალიან კარგი ხარ. და კიდევ რას წერენ გამომწერები? ლეონაზე და მილაზე გვიკითხებიან. ბავშვებო, ლეონა და მილა ახლა უნივერსიტეტში სწავლობენ და გადაღების დრო აღარ აქვს. და ასევე გეკითხებიან, რატომ აღარ იღებს დედა შენი ვიდეოებში მონაწილეობას? მოიცა, დედაჩემი ოდესმე ყოფილა ვიდეოში? მასამ არც ხშირად იღებდნენ. ახლა ვეგაჩვენებ. შეხედე ის არის. მაგრამ ის არ არის დედაჩემი. ეს გულისხმობ დედაშენი არ არის? ხუმრო? ეს მსახიობია. დედაჩემი ძალიან დაკავებული ქალია. კარგი რა, მე ყოველთვის მეგონა რომ დედაშენი იყო. ძალიან გავხართ ერთმანეთს. ის უბრალოდ კარგი მსახიობია. ვა, და ვინ არის შენი ნამდვილი დედა? მას მალე დასვენების დღე აქვს. შემიძლია დავუპატიჟო ჩვენს გადაღებებზე. რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრა მინდა. ბავშვებო, გინდათ ჩემი ნამდვილი დედის ნახვა? მაშინ დაალაიქეთ ვიდეო. და როდის მოვა? ასწავე დაურეკავ და ვკითხავ. გამარჯობა დედა, გამარჯობა, როგორ ხარ? მინდა რომ ხვალ მოხვიდე. მოდი რა ჩემთან. ხოლოდ ერთი დღით? კარგი, გეოდები. ის მოდის? ყველას უნდა დაურეკო მის გასაცნობად. დედაჩემი ძალიან დაკავებულია, ამიტომ ხოლოდ ერთი დღით ჩამოვა. აბსოლუტურად ყველა გაუგნდება. ასაკეთებ? ვფიქრობ, ვინ დავპატიჟო? ალისა, გუნა, მაქსი. ჰეი, მოდი ნაკლები ხალხი მოვიდეს. დედაჩემი ძალიან მორცხვია. კარგი, ალისას მაინც დაურეკოთ. ხოლოდ ალისა და ბიჭები არა, ველურებივით იქცევიან. კარგი. დავპატიჟე. მისმინე, რატომ არ ჩამოიყვანე უფრო ადრე? მას შეეძლო ეთამაშა ჩვენს ვიდეოში. დედაჩემს საერთოდ არ უყვარს კამერები. მას მსახიობობას ვერ აიძულებ, მაგრამ როგორ ვაჩვენოთ იგი მაყურებელს? ამას ვიზამთ, შევეცდები მის დაყოლიებას. სად არის? სად? ალისა, შენ ძალიან სწრაფად მოხვედი. რა თქმა უნდა, ამელკას დედის ნახვა მინდა. ხო, მაგრამ ის ხვალ მოვა. მეგონა უკვე აქ იყო. რა არის შენს ჩანთაში? პოპკორნი, შოკოლადები. საჩუქრები დედისთვის. დედაჩემი არ ჭამს შაქარს. ამელკა, დედა შენი აქამდე რატომ არ გაგვაცანი? ვესმის რომ ის დაკავებულია, მაგრამ ყოველთვის ხომ არაა. დედაჩემი აფრიკაში დადის ექსპედიციებში. ის ადამიანებს და ცხოველებს ეხმარება. ის რაღაც სუპერმენივითაა. დიახ, ის საუკეთესოა. გააქვს მისი სურათები? გონი მაქვს კი. მოდი გვაჩვენე, ჩვენ ნახავთ. ერთი წამი? აქ არის. ვერაფერს ვერ ხედავ. ეს ფოტო ცოტა დაზიანებულია, ახლა სხვას ვიპოვი. ჩანდაბა, ის არც აქ არ ჩანს. მე გადავიღე, მაგრამ კარგად არ გამოჩნდა. ანუ რა, მისი ერთი ფოტოს არ გააქვს? მისი ბევრი ფოტო მაქვს. ოღონდ ამ სახში არ მაქვს. ტელეფონში ჩვენი მშობლების ფოტოები არც მე მაქვს. არა უშავს, სხვა მოვა და შეხვდებით. ანუ ტყუილად მოვედი. არ არის მართალი, ჩვენ მოვამზადებთ სახლს დედაჩემის ჩამოსვლისთვის. საჭირო თუ არა დავაგება? რა თქმა უნდა, დედაჩემს უყვარს სისუფთავე. ის ძალიან გაბლაზდება, როცა სახლი პინძურია. კარგი მაშინ. კიტი, რას დახარ? დაგვიხმარე დასუფთავებაში. რის გაკეთებას აპირებ? მე მივიდივარ მაღაზიაში, რომ დედას რაღაცეები ვიყიდო. კარგი. ძალიან მაინტერესებს ამელკას დედის ნახვა. ჰეი, არ ფიქრობ, რომ ეს უცნაურია? რა არის ამაში უცნაური? ამელკას დედა ძალიან იდუმალია. ალბათ მას აქვს თავისი მიზეზები. რა შეიძლება იყოს მიზეზები? ისე, შესაძლოა ის რომელიმე ცნობილი მსახიობი ან მომღერალია და ამიტომ იმალება. მართალია, როგორ არ ვიფიქრე ეს მაშინვე. ფიქრობ, მისი დედა ბილი აილიშია. ისინი ძალიან გვანან.
არა, ის ძალიან ახალგაზრდა რომ დედა იყოს. იქნებ მადონა? ის ძალიან ვეპერია. დაბავი? ხვალ ნახავთ, ალისა, ნუ ნერვიულო. უბრალოდ ვეღარ ვითმენ. ან იქნებ შეულებრივი ადამიანია, ამიტომ მისგან ვერს ნუელი. მე იგი უკვე წარმოვიდგინე ჩემს გონებაში. მე ჰოლივუდის ვარსკვლავს ველოდებ. ო, ალისა, როგორც ყოველთვის ძალიან აზვიადებ. უკეთესად გავწმინდოთ. ამილკა რას აკეთებ? დედა ჩემს ახალ პირსახოცებს უკიდებ და რა სჭირს ძველებს? დედა ჩემი მხოლოდ სპეციალური პირსახოცებით იწმენს თავს. რობუნი შამპუნია ეს? ეს შამპუნი ძალიან ძვირი ღირს. დედა ჩემი მხოლოდ ამით მანაობს. ო, მაგრამ ის მხოლოდ ერთი დღით მოდის. მას შეეძლო ჩვენი შამპუნი გამოეყენებინა. დიახ, თანაც კარგი შამპუნები გვაქვს. შეხედე რა ლამაზი თმები მაქვს. ალისა, ნუ ლოპარაკობ, ჯობია დედას საწოლი გაუშალო. აილე ზეწარი. რატო? მიქ ახალი ზეწარია დაგებული. არა, ეს არის გარეცხლის სპეციალური ფხმილით. ამიტომ მეტისმეტი არ არის. გოგოებო, ძალიან გეზარებათ სტუმრისთვის საწოლის გაწყობა? არა, მაგრამ ხო და? კარგი, წადით და გააკეთეთ ჩუმად. წავიდეთ, ალისა. მე ჩვენება რომ ამილკას დედა ჰოლივუდის უშავშლოვი კი არა, ნამდვილი დედოფალია. აჰა, მშვენიერი სუნი ასდის. მას აფრიკაში სასე სპეციალურად გარეცხილ თეთრეულში სცინავს. შესაძლოა. აფრიკაში ყველაფერს ხელით რეცხავენ დინარეში. აფრიკა არც ისე ცუდია, როგორიც შენ გონია. ხო და? იმედია ამილკას დედას არ დასჭირდება სპეციალური ტუალეტის ქაღალდი ოქროს საფარით. ო, კიტი, ამილკას უბრალოდ უყვარს დედა და სურს რომ კარგად გაატარებინოს აქ დრო. მინდა ვთქვა რომ ამილკას დედა რას ჩურჩულებთ აქ? რაღაცებზე ლაპარაკობთ. ეს დედას ხალათია. უბრალოდ არ შეეყოთ მას ბინძური ხელებით. უბრალოდ არ შეეყოთ მას ბინძური ხელებით. ჩემი ხელები სუფთაა. კიტი, რატომ ხარ ასე გაბრაზებული? ეს ყველაფერი მე უკვე ძალიან მაბრაზებს. უკვე მეჩვენება რომ ამილკას დედა კაპრიზულია და ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. ის ჯერ არ მოსულა და შენ უკვე ამას ამბობ. ხო და? თუ რამეა მის წინ ფეხის წვერებზე არ ვივლი. დაველოდოთ და ვნახოთ. დააბრუნე, ეს დედისთვისაა. ვაიმე, აქ ისეთი სუფრა გაშალე. დედა ჩემისთვის ეს შეულებრივი კვებაა. მაშინ დედა შენი მილიონერი უნდა იყოს. მას სად არის დედა შენი? ო, და აი წერილი დედასგან. რას ამბობს ის? ის აქ იქნება 5 წუთში. დავდგეთ რიგში და ვიყვიროთ. მოგესალმებით. და იქნებ პური და მარილე გჭირდება? არ არის ცუდი იდეა. გოგოებო, შეგიძლიათ ახლა მეორე სართულზე დაბეღოდოთ? მეორე სართულზე? რატო? უბრალოდ დედა ჩემი გავაფრთხილა რომ აქ მეგობრები არ იქნებოდნენ. უთხარი მარტოდიქებით თქო. კარგი რა, ჩვენ არ ვიკვირდებით. მე უკვე გითხარი რომ ის ძალიან მოცხვია. მორიდებულია. და რა, ჩვენ მას არ ნახავთ? უბრალოდ მოამზადებ მას და მერე დაგიზახებთ. ასე ხო? რა იყო რა? ჩვენ ისეთი წუდები ვართ რომ დედა შენი უნდა მოემზადოს? კარგი გოგოებო, ნუ გეწყინებათ. დაჯექით ჩემს ოთახში და მერე დავიზახებთ. მიდი კიტი. ო, აქ არის დედა, მის დახვედრას ვაპირებ. მე შოკირებული ვარ. მე ასე არავის დაუმცირები ვარ. კარგი რა, კიტი დამშვიდი, უბრალოდ დედამისი მორცხვია. რა, მე რაიმე სახის ცხოველი ვარ, რომ ოთახში დამმალოს? შენ ამას ზედმეტად პირადად იღებ. მოდიან, ნება მომეცი ვნახო. შენს გამო მე ის ვერ დავინახე. ჩემს გამო შენ თვითონ ხტუნა მაიმუნივით. შენ დაინახე? ვერა, კაპიშონი ეხურა. მოდი სწრაფად გადავხედოთ. ასაკეთე, ამალგა მოკლავს. ის არ მოკლავს, რადგან არ იცის. მოდი წავიდეთ.
დედა ძალიან მიხარია რომ მოხვედი. ძალიან დავიღალე გზაში. მე შენთვის გებრიელი კერძები მომამზადე. რა კარგი გოგო ხარ? ვერაფერს ვერ ხედავ, მოდი მივუახლოვდეთ. გაგიჟდი, ამაკა მაშინ მე შეგვამსნევს. მერე რა? არა, მე არ ვაპირებ. შიშა რა ხარ? მაშინ წადი, რა გამ შიშა რა არ ხარ? არც მე მივდივარ. ვიცოდი. რა გემრიელია? დედა საიდან მოხვედი? აეროპორტიდან პირდაპირ შენთან მოვედი. სად იყავი? ისევ აფრიკაში? არა, მე სხვადან ვიყავი, მაგრამ ეს საიდუმლოა. მითხარი, არავის არ ვეტყვი. მე ვითხარი, რომ მსახიობი იყო. აბა ფიქრებიდე სამას? იმიტომ რომ ფილმებში თამაშობს და ვერ ამბობს გადაღებების ადგილს. არ შეუძლია თქვა. საიდუმლოა? წარმოედგინე, ყველამ თუ იცის, სად არის მისი საყვარელი ფილმის გადაღება, იქ ხახის ბრბო იქნება და გადაღება შეუძლებელი გახდება. ზუსტად, ვაიმე. რა არის ეს? ეს ალბათ ჩემი ტელეფონია. მაგრამ შენი ტელეფონი აქ არის. ეს ჩემი პირადი ტელეფონია და ის არის სამსახურის ტელეფონი. უფრო სწრაფად გამორთე. დიახ, ვცდილობ. წავალ ნახავ ვინ დარეკა. გოგოებო, ხომ გხოვეთ რომ ჩუმად და მსვლარი ყავდით ჩემს ოთახში? კარგი რა, ამელკა, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. ეს კიტის იდეა იყო. მოღალატე. გოგოებო, ცოტა ხანი აქ დაიცადეთ და მოგვიანებით დაგიძახებთ. კარგი. აბა ვინ დარეკა? ესენი ჩემი გამომწერები არიან. კითხეს როდის იქნება ახალი ვიდეო. რა კარგი გოგო ხარ. ყველა ჩემი მეგობარი უყურებს შენს ვიდეოებს. ძალიან ვამაყობ შენით. შენ მაცითლებ. მართალია, შენი ვიდეოები საუკეთესოა. ხალხთა შორის დედა შეგიძლია იყოს ჩემს ვიდეოში? შვილო, ხომ ისი რომ კამერები არ მიყვარს და ძალიან ვარცხი ვარ. დედა, გთხოვ, ჩემმა გამომწერებმა შენი დაფა მოითხოვეს და ძალიან ბევრი ლაიკი ჰქონდა ვიდეოს. რა თქვენ გამომწერებმა მთხოვეს, მაშინ მოვიფიქრებ. ვიფიქრებ ამაზე. მაგრამ, ხოლოდ ერთი დღით მოხვედი. მოდი მოგვიანებით გავაკეთოთ, ახლა ძალიან დავიღალე გზისგან. დიახ, ხასია, შენ უნდა დაისვენო. შეიძლება რამდენიმე საათით დავიძიო და მერე ვისაუბროთ ვიდეოზე? კარგი, მოდი წავიდეთ, შენს ოთახში წაგიყვან. ყველაფერი სპეციალურად შენთვისაა მომზადებული. გმადლობ ამელკა. კარგივე, წავედი და შენ დაისვენე. გოგოებო, შეგიძლიათ დამოხვიდეთ. მას სად არის ის? გზავრობისგან დასასვენებლად წავიდა. ამბობა შეგიძლია გაგვაცნო სწრაფად. გთხოვ. არ მინდოდა მისი დაძაბვა. ის უნდა გენახათ, ისეთი დაღლილი იყო. მართალია კიტი, კარგი რა, ის ახლახან ჩამოვიდა გზიდან. შენ კი ასე იქცევი. მე ძალიან მაინტერესებს. მოითმინე, ის მალე გაიღვიძებს. ალისა მთელი ღამე გაათენა და ელოდა მას. მთელი ღამე. მოდი უკეთ დავფიქრდეთ, რა ვიდეოში შეიძლება დედა მომითამაშოს. ნებისმიერში ის მსახიობია. რა? კარგი. მე მგონია რომ ის კარგად ითამაშებს. კარგი. იქნებ 24 საათი აუზში? ის აქ 24 საათზე ნაკლები იქნება. ამიტომ არ გამოვა. ჩვენი გვაქვს სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ მიმოგზაურეთ წარსულში. ამას დიდი დრო დასჭირდება და სიტყვები უნდა ისწავლო. ჩვენ გამოწვევა შეუთავსებელი საკვების შერწყმა. ის მარტივია და ტექსტის სწავლაც არ არის საჭირო. მართალია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე მაღაზიაში წავალ. იჩქარე სანამ დედა გაიღვიძებს. კარგი. რა მოხდება თუ მას საერთოდ არ სურს ჩვენთან შეხვედრა? ცუდი მანერებია, ამაკას ჩვენზე არც კი უთქვამს. ჩვენ ბოლოს მას მაინც გავიცნობთ. არ აქვს მნიშვნელობა უნდა თუ არა მას. ესეც ცუდი მანერებია. ეს ამაკას დედის ჩანთა ხომ არ არის? კი, მისი ჩანთაა. ნახოთ რა არის იქ. არა, კიტი, არავითარ შემთხვევაში. არ გაბედო. ჩვენ არაფერს მოვიპარავთ, უბრალოდ ცნობის უყარებებით ვიწვევი. მოიცა, არა, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ. ერთი თვალით შევხედავ, ცოტათი ჩავიხედები. ვიქნებ რაიმე სურათი ვიდეოს, ნახოთ და ეგაა. კარგი, ოღონდ ერთი თვალით. კოსმეტიკა. კოსმეტიკა კარგია, ძვირიანია. დედროლია. იქნებ დედამისი ვიზაჟისტია? ალისა, რას იგონებ მაშინვე? ყველას აქვს კოსმეტიკა და ფოტოები?
მე ვერ ხედავ ფოტოებს, იქნებ ბოლოში არის. სპორტული ფეხსაცმელი. იქნებ ის სპორტსმენია და შენს გაქვს სპორტული ფეხსაცმელი, შენ სპორტსმენი ხარ? ისე კი, გარკვეულწილად? ხო, მხოლოდ ღვეზელების ჭამაში. შეხედე აქ ქვიშაა, ასე რომ ის სანაპიროზე იყო. მერე რა, ეს არაფერს არ გვაძლევს. შარვალი. ისახოცები. ოპა, წიგნი. იქნებ ის მწერავია და ეს მისი წიგნია? იქნებ აქ რაღაც სურათები იყოს ჩადებული. ეტყობა ვიზაც მოდის. დავიმალოთ, ამელკა მოდის. ამელკა, სწრაფად ჩადე უკან. სწრაფად. ამელკა, იყიდე უკვე ყველაფერი, ასე სწრაფად? უბრალოდ რიგი არ იყო. რას ვაკეთებთ აქ? ხო, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დედაშენ ჩვენთან ერთად YouTube-ის შორტსების ჩაწერა შეუძლია. მართალია, კარგი აზრია. ჯანდაბა. რა მოხდა? ცხარეთი საკისხილვა დამავიწყდა. ამის გარეშე საკვების გამოწვევა არ იმუშავებს. მართალია, ამის გარეშე არ იმუშავებს. მაშინ მაღაზიაში დავბრუნდები. როგორ დამავიწყდა? კინაღამ გამოგვიჭირა. წარმოიდგინე, როგორი გაბრაზებული იქნებოდა ამელკა ჩვენზე. მართალია, სახლიდან გაგვაგდებდა. ჩვენ გადავჭით, მაგრამ ამელკას დედაზე ვერაფერი გავიგეთ. ჩანთაში მხოლოდ ასაცმელია, არც ფოტოები, არც არაფერი. არა უშავს დამშვიდი, ჩვენ დაველოდებით სანამ ის გაიღვიძებს. რატომ დაველოდოთ? ამჯერად რა მოიფიქრე? ჩვენ ახლა წავალთ და მას დავხედავთ. რა მოხდება თუ ის გაიღვიძებს და ჩვენ დაგვინახავს? ჩვენ მას ვეტყვით, რომ ჩვენ კალამი დაგვრჩა და მის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია. მაშინ სწრაფად წავიდეთ, სანამ ამელკა მოვა. მოდი წავიდეთ. უბრალოდ ჩუმად იყავი, არ მინდა მისი გაღვიძება. კარგი, აბა ვნახოთ. იჩქარე. რა არის ეს? შოკირებული ვარ. გოგუებო, რას აკეთებდით იქ? ჩვენ ზრუნავდით, რომ დედაშენს კომფორტულად ეძინოს. დიახ, საბანი მოვიტანეთ. მას შეიძლება შესცივდეს. შესცივდეს? გარეთ ზაფხულია. ხო, მაგრამ მე ძალიან ცივა. ნუ ცდილობთ ჩემს გასულელებას. გვაპატიე, თავი ვერ შევიკავეთ. თავს თუ ვერ იკავებთ, მაშინ დროებით ქუჩაში იცხოვრებთ. ასეთი სისულელის გამო გვაგდებ? სანამ დედა არ გაიღვიძებს და არ გამოვა, ქუჩაში იცხოვრებთ. შემიძლია ერთი შეკითხვა დაგისვა? ხო, ერთი. რატომ სინავს დედაშენს ნიღაბში? ის მუდმივად დაფრინავს თვითმფრინავით და მისთვის ასე უფრო კომფორტულია. გასაგებია. ჩაო. ამელკა, მე უკვე გავიღვიძე. ახლა რა უნდა ვქნათ? დავიცადოთ, სხვა რა ვქნათ? მე მოქვს ერთი კარგი იდეა. გაჰარპიე, როგორ გავიგოთ ვინ არის ამელკას დედა? დიახ, უბრალოდ გრძელი ჯოხი გვჭირდება. მოდი მოვძებნოთ. ამელკა, მომიტანეთ ჩემი ჩანთა. ახლავე. როგორ გეძინა? მომეჩვენა რომ რუსამეძინა ვიღაც იყო აქ. არა, მოგეჩვენა. და რა არის ეს არეულობა ჩემს ჩანთაში? მე ყოველთვის ლამაზად ვაწყობ ნივთებს. გოგუები. ამელკა, რამე თქვი? არა. ეს ყველაფერი აეროპორტის გამოა. უბრალოდ აიღლეს ჩანთა და ყველაფერი აერია. ეს სულელები. ალისა, ვიპოვე, გამოდგება ეს? ცოტა მოკლეა, მაგრამ კარგია. ახლა მითხარი, რა მოიფიქრე? კარგი, შეხედე. აქვე დავამაგრებ ტელეფონს და გადავიზრდ სურათებს. ნახავთ რა ხდება სახლში. მაგრამ მას იქ წინავს თავისუფლად ნიღაბში. ის გაიღვიძებს და მოიხსნის. შემდეგ მის სახეს დავინახავთ. მომეცი ტელეფონი დავამაგროთ. ჩემი? ხო, და რაც შეეხება შენსას? არა, ალისა, ახალი ტელეფონი მაქვს. რომ გათხოვდეს რა ვქნა? არ დავამტრევთ, ფრთხილად ვიქნებით. მაშინ შენი გამოვიყენოთ. ო, კარგი, ჩვენი ძველი კამერა ავიღოთ. ყველა კამერა სახლშია, მაგრამ ერთი უნდა იყოს მანქანაში. მართალია.
ო, და აქ არის კამერა. და სკოჩიც ვიპოვე. დავამაგროთ. დაიჭირე, კარგი. გადააკარი. სადღაცა აქ. ახლა ჩვენ უნდა ავწიოთ კამერა ფანჯრის დონეზე. უფრო მაღლა მე ვერაფერს ხედავ. ახლა ვეცდები. თხილად ფანჯარა არ გატეხო. შამპუნი უბრალოდ სუპერია, ძალიან სასიამოვნო აქვს. მე ვიცი რომელს ხიბლობ და რა არის ეს ხმაური ფანჯრის გარეთ? დედა, ჩემს ოთახში წადით, მის საშუალო იქ არის. კარგი. რა ხდება აქ? ხო, ჩვენ აქ შეივნებთ. იდეა, ჩვენ მას ასე ვერასდროს ვერ ვნახავთ. წავიდეთ და ვიხედოთ ფანჯრებში. იქნებ ის უკვე წავიდა? ანუ ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ ვინ არის ამელკას დედა. მოდი დაველოდოთ ამელკას, სანამ იგი თვითონ გაგვესხმს მას. კარგი, გავჩუმდეთ და დაველოდოთ. მოდი წავიდეთ. დედა, აბა იფიქრე იქნები თუ არა ჩემს ვიდეოში? გადავწყვეტე რომ ვიქნები კი. დედა, მადლობა, შესაუკეთესო ხარ. ვიდეოსთვის უნდა მოვემზადო. სხვათა შორის ჩემს მეგობრებსაც სურდათ ჩვენთან შეხვედრა და ვიდეოს გადაღება. რა თქმა უნდა, როდის მოვლე? ისინი უკვე აქ არიან, ეზოში გელოდებიან. კარგი, გამაცანი ისინი. ეს არის ალისა და კიტი, ჩემი მეგობრები. როგორც ჩანს, შენს მეგობრებს წინავთ. ახლა გავაღვიძებ მათ. არა, არ გააღვიძო. ამასობაში მაღაზიაში წავალ, ახალი ტანსაცმელი გვჭირდება გადასაღებად. კარგი, გელოდები. გაიღვიძეთ ცილის კუდებო? სად არის დედა შენი? მე და დედა თქვენ შესახვედრად მოვიდით, თქვენ გიგენძინათ. ის ჩვენთან მოვიდა? დიახ, სად არის ის ახლა? მაღაზიაში წავიდა, მალე მოვა. შეგიძლია მას ვიდეოზარით დაურეკო? ვერ ვითმენ მის ნახვას. ო, კარგი. გამარჯობა, მე ვარ ალისა. ძალიან მიხარია თქვენი გასნობა. მე კიტი ვარ. სასიამოვნოა თქვენი გასნობა გოგოებო. მე ამბაკას დედა ვარ, კატია. შეგიძლიათ ამ ფილტრის მოცილება? რა? ო, ერთი წუთი ვეცდები. კარგი გოგოებო, უნდა წავიდე. ეს უსასრულოდ გრძელდება. ამდენი ხანი ველოდებოდით დედა შენს და მაინც ვერ ვნახეთ. მაგრამ ახლა მისი სახელი მაინც ვიცით. ნება მომეცით გამოვისნო. ის აქ აღარ მოვა, არც ვიდეოს გადავიღებ და არც მაყურებელი ნახავს. არაფერი მოხდება. შენი აზრით ვინ ვარ მე? მე დაგვიგდით თქვენ და ჩემს გამომწერებს. ამიტომ დედა ჩემი უკვე აქ არის. მიგესალმეთ. გამარჯობა გოგოებო. ერთი წამი. მაშ მოიცადე შენი დედა, რომელიც დედა შენი იყო ვიდეოში? მართალია, ეს ის მსახიობია. არა, ეს ჩემი ნამდვილი დედაა. ჩვენ უბრალოდ თქვენი გაფრენკვა გადავწყვიტეთ. როგორც ჩანს, ძალიან სასტიკი გამოვიდა. მაშ მთელი ამ ხნის განმავლობაში თქმილად ვიტვათვალებდით? ვა, როგორ მაშინ ვერ მივხვდით რომ ეს ხუმრობა იყო. ისე მე და ალისამ კი ვიფიქრეთ ერთხელ ეგეთი რაღაც. ეჭვის ამეპარებოდა. მოდი დავისვენოთ და გადავიღოთ ვიდეო გამომწერებისთვის. მეგობრებო და თქვენ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ახლა რომ არ გამოდოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას.